შიდა ქართლის რწმუნებულმა მოადგილედ მეგობრის მეგობარი დანიშნა. გიორგი ხოჯევანიშვილმა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნუგზარ სამხარაძე კერძო სექტორიდან მოიყვანა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის არანაირი გამოცდილება გააჩნია. სამხარაძე ამბობს, რომ ხოჯევანიშვილს პირადად არ იცნობდა, თუმცა მის შესახებ ბევრი გაეგო. მან ისიც გვითხრა, რომ რეგიონთან შეხება არასოდეს ქონია. შემოთავაზება მივიღე ბატონი გიორგისგან, გუბერნატორისგან, შიდა ქართლის. ჩვენ რაღაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა გადაკვეთები, ასე ვთქვათ. ვიცოდი მის შესახებ, მანაც იცოდა ჩემ შესახებ რაღაც სიტუაციებში შევხვედრილ ვართ, თუმცა რაღაც გარკვეული მეგობრობა და რაღაც არ გვაკავშირდებოდა არასდროს, თუმცა ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ჰქონდა. სამხარეო ადმინისტრაციის ახალმა მოადგილემ სპორტი, კულტურა და განათლების სფეროები ჩაიბარა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით იმასაც, რომ სამხარაძეს გამოცდილება არც ამ კუთხით აქვს. მიმართულებები შემდეგნაირად განისაზღვრა ამ ეტაპზე, თუმცა შეიძლება მცირე მოდიფიკაცია კიდე განხორციელდეს, ეს არის კულტურა, სპორტი, განათლება და ტურიზმი. ძირითადი მიმართულებები ესენია, არასამთავრობოებთან ურთიერთობას ამ სფეროში თუ გაქვთ გამოცდილება, არასამთავრობო საკურისმო. ამ სფეროებში უშუალო გამოცდილება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი ჟურნალისტური გამოცდილების პერიოდში ხშირად მიწევდა კულტურაზე წერა, ასე ვთქვათ, მსგავს თემატიკებზე წერა, უშუალო გამოცდილება არ მაქვს, თუმცა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ეს პირველი სამხარაძე არ არის. ხოჯევანიშვილამდე რეგიონის რწმუნებულად პარლამენტის წევრის დიმიტრი სამხარაძის ბიძაშვილი კახა სამხარაძე მოულოდნელად მოგვევლინა და ასევე მოულოდნელად წავიდა. ხოჯევანიშვილის ახალ მოადგილეს კითხვა კახა სამხარაძესთან ნათესაურ კავშირზეც დაუსვით. ხო, ეს ჩვენი გვარი საკმაოდ დიდი გვარია. რამდენადაც ვიცი 6000 რაღაც სამხარაძე ვარ და ნამდვილად არ ვარ, არათუ ნათესავი შეხვედრითაც არასდროს შევხვედრილ ვარ. თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის მიხარია სამხარაძეს ასე ვთქვათ, დაწინაურება ან შეხვედრა, მაგრამ არანაირი, აბსოლუტურად არანაირი. ნუგზარ სამხარაძემ დრო რაციონალურად გადაანაწილა და ზემდგომის ქება დიდებისთვისაც მოიტოვა. ბატონ გიორგის ვიცნობ როგორც პირადი ნაცნობობით, ასევე სხვა წრეებიდან და სხვა ინფორმაციებიდან, ალტერნატიული წყაროებიდან, როგორც გამოცდილ მენეჯერს, წესიერ ადამიანს, მამულიშვილ ადამიანს, პატრიოტ ადამიანს. ვიცი რომ ის სადაც უმუშავე იყო ეფექტური, იყო წარმატებული. გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის რწმუნებულად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მან უკვე მოასწრო და დანიშნა კურსელი კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად. ახლა მეგობრის მეგობარი მოგვევლინა მის მოადგილედ. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამ დროისთვის 2 მოადგილე ჰყავს, მათგან ქართველი არც ერთი არ არის.